ორი დამანგრეველი შტორმი ევროპაში. რეკორდული თოვლი იაპონიაში, ანომალიური სიცივე კარიბის ზღვის აუზში, არასეზონური ტროპიკული შტორმი ფილიპინებში. დამატებითი ინფორმაცია ამ და გასული კვირის სხვა კლიმატური მოვლენების შესახებ იხილეთ შემდეგ ამ გამოშვებაში. შტორმი ლეონარდო. სასიკვდილო შტორმი ლეონარდო, რომელიც წელს მე-6-ია, კიდევ ერთ გამოწვევად იქცა სამხრეთ ევროპის მაცხოვრებლებისთვის. სტიქიამ პირენეის ნახევარკუნძულს გადაუარა და კოკისპირული წვიმებით ექსტრემალურად შეფასდა. სტიქიური უბედურების ეპიცენტრში პორტუგალია და ესპანეთი იმყოფებოდნენ. მდინარე სადოკალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც პორტუგალიის ქალაქ ალკასერ-დუ-სალის ქუჩები მძვინვარენი აღურებად იქცა. ზოგიერთ ადგილას წყლის დონე 2 მეტრს მიაღწია. ხალხის თქმით, აქამდე არასდროს უნახავთ ასეთი ძლიერი წყალდიდობა. სათამაშო მოედნების, სახლები და ბიზნესები ყველაფერი დაიტბორა. წყალდიდობამ მეცქარმა და წაქცეულმა ხეებმა 200-ზე მეტი ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინა. პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყნის 69 რაიონში. სტიქიამ პირენეების გავლით ესპანეთის რეგიონ ანდალუსიას შეუტია, რის გამოც 7000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა ევაკუირებულიყო. თითქმის მთელ რეგიონში სკოლებში გაკვეთილები გაუქმდა. საზღვაო პორტები დაიხურა, სტრატეგიულ მარშრუტებზე რკინიგზის მოძრაობა პრაქტიკულად შეჩერდა და დაახლოებით 50 მაგისტრალი დაიკეტა. მალაგა კოსტა-დელ-სოლის მთავარ აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის დაშვება ძლიერი ქარის გამო ვერ მოხერხდა და ბევრი რეისი ქვეყნის სხვა რეგიონებში გადამისამართდა. მთიან ქალაქ ბრაზალემაში სულ რაღაც 16 საათში 400 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც თითქმის 1 წლის ნორმაა. წყალი შენობების კედლებში გადიოდა და ციცაბო, ქვაფენილიანი ქუჩებით მიედინებოდა, რამაც ტურისტული ქალაქი კატასტროფის ზონად აქცია. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა წყლის გასათავისუფლებლად სახლების გარე კედლებში ნახრეტები გააკეთეს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა. ბევრი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა და მეზობელ ქალაქ რონდაში დროებით თავშესაფრებში მოათავსეს. 5 თებერვალს გერმანიაში, ბერლინის აეროპორტი თოვლისა და ყინულიანი წვიმის გამო პარალიზებული იყო. დილით ყველა რეისი გაუქმდა, რადგან ყინულის გაწმენდა შეუძლებელი იყო. ყინულის გალღობის სითხის ფენა გაიყინა მეორე დამცავი ფენის დადებამდე. შტორმი ლეონარდო ჩრდილოეთ აფრიკასაც დაატყდა თავს. მაროკოში ძლიერმა წვიმებმა მდინარეებისა და წყალსაცავების კალაპოტებიდან გადმოსვლა გამოიწვია. წყალდიდობებმა და მეცქარმა 100,000 ადამიანი იძულებული გახადა სასწრაფო ევაკუაცია განიხორციელებინათ. ლარაშის პროვინციაში 3 ქალი დაიღუპა, როდესაც მათი სახლი მეცქარმა დაანგრია. კატასტროფას კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა პორტუგალიასა და ესპანეთში. შტორმი მარტა. 7 თებერვალს სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ ესპანეთსა და პორტუგალიას კიდევ ერთი შტორმი, სახელწოდებით მარტა, დაატყდა თავს. ის ისედაც დატბორილ ნიადაგს დაეცა, რამაც წყალდიდობა კიდევ უფრო გააუარესა. პორტუგალიის მატერიკზე ლისაბონის სამხრეთით შტორმმა ძლიერი წვიმა და 70 კმ/სთ მეტი სიჩქარის ქარის ნაკადები გამოიწვია. შტორმმა 100,000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. შტორმის გამო 3 მუნიციპალიტეტმა 8 თებერვალს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გადადო. შტორმის შედეგად ქვეყანაში 2 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში შეუჩერებლად წვიმდა. ფერმერებმა მოსავლის კატასტროფული ზარალის შესახებ განაცხადეს, რომლის დროსაც 1000 ჰექტარი ბროკოლი, სტაფილო და ყვავილოვანი კომბოსტო დაიტბორა. დაბლობ რაიონებში წყალმა ციტრუსის პლანტაციები, ხილის ბაღები და საძოვრები დატბორა. ალმერიის პროვინციაში ძლიერმა ქარმა სათბურები და ბოსტნეულის კულტურები გაანადგურა. ასევე დაზიანდა სოფლისა და ფერმებთან მისასვლელი გზები. ანომალიური სიცივე. თებერვლის დასაწყისში რუსეთის თითქმის მთელი ცენტრალური ფედერალური ოლქი უჩვეულოდ სივამინდმა მოიცვა. ბევრ რეგიონში ტემპერატურამ უკიდურესად დაბალ ნიშნულს მიაღწია, რაც ციმბირისთვისაა დამახასიათებელი და არა ქვეყნის ევროპული ნაწილისთვის.
პენზას, ბელგოროდის, ვორონეჟის და კურსკის რეგიონებში ტემპერატურა -30 გრადუს ცელსიუსზე და უფრო დაბალ ნიშნულამდე დაეცა. საშუალო დღიური ტემპერატურა ნორმაზე 19-23 გრადუსით დაბალი იყო. ყველაზე ცივი ტემპერატურა თითქმის 42 გრადუსი ცელსიუსი კომის რესპუბლიკაში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ეს უკიდურესი სიცივეები ხანმოკლე არ იყო, არამედ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება ბოლო წლების თბილ და რბილ ზამთარს. მოსკოვში ტემპერატურა ასევე მნიშვნელოვნად დაეცა თებერვლის საშუალო მაჩვენებელზე. სამთებერვალს ქალაქში -21 და 6 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, ხოლო თვის საშუალო მინიმალური ტემპერატურა აქ -8 გრადუსია. ლიეტუვაში ძლიერი ყინვები, ძლიერი თოვლი და ძლიერი ქარი იყო. 2 თებერვალს შედუას ქალაქში ტემპერატურა -34 და 3 გრადუსი ცელსიუსამდე დაეცა. ქვეყანას 30 წლის განმავლობაში ასეთი სიცივე არ უნახავს. ექსტრემალურმა პირობებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერიოზული შეფერხებები გამოიწვია და ზოგიერთი სკოლა იძულებული გახდა დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყო. უკიდურესად დაბალი ტემპერატურის გამო საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები დაიჭიმა და გაწყდა, შედეგად დაახლოებით 10,000 მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რომ არ გაკინულიყვნენ, მაცხოვრებლები ღუმელებს 24 საათის განმავლობაში ანთებდნენ, სულ მცირე 30 ადამიანი დაზარალდა ჰიპოთერმიით და ხელების ან ფეხების მოყინვით, ზოგიერთ შემთხვევაში კიდურების ამპუტაციის რისკიც იყო. ძლიერი სიცივის გამო ქვეყანაში 3 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში ძლიერი ყინვები იყო. თებერვლის პირველ დღეებში ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში ტემპერატურა -30 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა და წითელი განგაში გამოცხადდა. ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო კიევში ვიზიტორებისთვის დროებით დაიხურა კიევის პეჩერის ლავრა. ზაპოროჟიეს რეგიონში უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა დაფიქსირდა. აზოვის ზღვის წყლების სანაპირო ზოლიდან 200 მეტრზე მეტ მანძილზე მყარი ყინულით დაიფარა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ბოლო 15 წლის განმავლობაში. კიროვოგრადის რეგიონში ჰაერის -22 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურის პირობებში მინდვრებში ნიადაგი 9 მეტრის სიღრმეზე გაიყინა, ხოლო ზედაფენა ყინულის საფარით დაიფარა. ექსპერტების აზრით, ასეთი პირობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ზამთრის კულტურების რაფსის, ქერის და ხორბლის გადარჩენას. სამთებერვალს კუბაში პირველად დაფიქსირდა 0 გრადუსი. ყინვამ დაფარა მცენარეულობა მეტეოროლოგიური სადგურის მახლობლად. ცივი ჰაერის მასა ქვეყნის უმეტეს ნაწილში გავრცელდა. 32-მა მეტეოროლოგიურმა სადგურმა დააფიქსირა +10 გრადუსი ცელსიუსი ან უფრო დაბალი ტემპერატურა, რაც უკიდურესად უჩვეულოა ტროპიკული რეგიონისთვის. ბაჰამის კუნძულებზეც უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ფრიპორტში ვერცხლის წყლის ტემპერატურა +10 და 8 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა, რაც ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურაა. გვატემალამ ასევე დაამყარა ეროვნული სიცივის რეკორდი. იაპონია 20 იანვრიდან მოყოლებული 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერ მათოვლის ნალექმა იაპონიის 15 პრეფექტურა დააზარალა, რამაც ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყველაზე მეტად იაპონიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე რეგიონები დაზარალდა. აომორის პრეფექტურაში თოვლის საფარის სიმაღლემ პირველ თებერვალს 183 სანტიმეტრს მიაღწია, თითქმის 3-ჯერ მეტი კლიმატურ ნორმაზე. აომორის ქალაქი პარალიზებული იყო. თოვლის ნალექმა სკოლების დახურვა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. 2005 წლის შემდეგ პირველად ხელისუფლება იძულებული გახდა იაპონიის თავდაცვის ძალებისთვის მიმართა სახურავების გასაწმენდად და მარტო ხელახანდაზმული ადამიანების დასახმარებლად. 3 თებერვლის დილისთვის სიტუაციამ რამდენიმე პრეფექტურაში კრიტიკულ დონეს მიაღწია. თოვლის საფარი ზოგიერთ ადგილას 146 სანტიმეტრს აღწევდა, რაც ყველა დროის რეკორდია. 6 თებერვლიდან დაწყებული ძლიერი ქარბუქი ჰოკაიდოს პრეფექტურასაც დაატყდა თავს. ვაკანაის ქალაქში ქარის ნაკადებმა 31 მეტრი წამში მიაღწია. 8 თებერვალს საყოველთაო არჩევნების დღეს თოლმა სატრანსპორტო სისტემის პარალიზება მოახდინა. 270-ზე მეტი რეისი გაუქმდა, მათ შორის ჰანიოდასა და ოსაკას აეროპორტები, ქვეყნის სხვა ნაწილებთან დამაკავშირებელი რეისები.
ტოკაიდოსა და სანიოს ხაზებზე შინკანსენის მატარებლების მოძრაობა გადაიდო. იმავე დღეს ტოკიოში, სადაც 5 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა, მოყინულ ხიდზე 7 მანქანის მონაწილეობით მასშტაბური ავარია მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა. ძლიერი თოვის გამო ჰოსეისა და ჩუოს უნივერსიტეტებმა მისაღები გამოცდების დაწყება გადადეს. ტოკიოს რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზის გაწყვეტის გამო უცუნომიას საკვანძო რკინიგზის ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეწყდა, რამაც ტრანსპორტის მასშტაბური კოლაფსი გამოიწვია. ქვეყნის მასშტაბით რეკორდული თოვლმასულ მცირე 42 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი უმეტესობა თოვლის გაწმენდისას სახურავიდან გადმოვარდა. ყაზახეთი. ჟამბილის რეგიონში ქალაქ შანატასში ქარიშხლის სიძლიერის გარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. ქარიშხალი 5 თებერვლის საღამოს დაიწყო და მომდევნო დილით ქარის ნაკადებმა 36 მეტრი წამში სიჩქარეს მიაღწია. მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებს სახურავები და მოპირკეთება მოწყდა, 8 კომერციული შენობა და საზოგადოებრივი ცენტრი დაზიანდა. ქარმა დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა და დაახლოებით 30 ხე წააქცია. ასევე დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შესახებ ინფორმაცია. ქალაქის ზოგიერთ რაიონში დროებით გაითიშა ელექტროენერგია. უსაფრთხოების მიზნით 15 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კვლევის თანახმად შანატასში საშუალოდ წელიწადში არაუმეტეს 5 საათის განმავლობაში ქარის სიჩქარე, რომელიც 17.2 მეტრი წამში ფიქსირდება. თუმცა ამ ქარიშხლის დროს ქარის სიჩქარე თითქმის 1 დღის განმავლობაში არანორმალურად მაღალი დარჩა, მერყეობდა 17-დან 31 მეტრი წამამდე. ფილიპინები. სამთებერვალს ფილიპინების ზღვისთბილ წყლებზე სწრაფად ჩამოყალიბდა ტროპიკული სისტემა, რომელიც სულ რაღაც 2 დღეში ტროპიკულ შტორმ პენჰაში გადაიზარდა. 5 თებერვლის ღამესის კუნძულ მინდანაოს სურიგაოს პროვინციას დაატყდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ქარი შედარებით სუსტი იყო და ახლოებით 60 კმ/სთ-ში, მთავარი საფრთხე 660 კმ-მდე სიგანის ნალექების ფართო ზონაში იყო, რამაც რამდენიმე საათში წყალდიდობებისა და მეწყრების ჩაჩვი გამოიწვია. ცენტრალურ და სამხრეთ ფილიპინებში მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა, ძლიერ მაწვიმე მაგზები და ნაწილობრივ იზოლირებული დასახლებული ადგილები დაანგრია. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ელიგანის ქალაქი და მისამისის ორიენტალურ პროვინციაში მიმდებარე ტერიტორიები. ძლიერმა წყალდიდობამ სწრაფად დატბორა დაბლობი უბნები, ნაპირების გასწვრივ საცხოვრებელი შენობები და დინების მიმართულებით მანქანები წაიღო. ხალხი სასწრაფოდ ევაკუირებული იქნა მაღალმთიან ადგილებში, ზოგი კი საკუთარ სახლებში დარჩა. კაგაიან-დე-ოროს ქალაქში ძლიერ მაწვიმებმა მეწყერი გამოიწვია, რომელმაც სახლის თანხა და 4-სულიანი ოჯახი იმსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით თითქმის 80 საზღვაო პორტი დაიხურა, რამაც ათასობით მგზავრი ჩაკეტა. ფილიპინების გავლით ქარიშხალმა დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი დააზარალა და 10,000-ობით ადამიანი იძულებული გახდა ევაკუირებულიყო. ქარიშხალმა 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ტროპიკული შტორმი პენჰა თავისი უზარმაზარი ნალექებით ფილიპინებში ტიპური ტაიფუნების სეზონის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა, რომელიც ჩვეულებრივ მაისში იწყება. ამ კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ მიიპყრო თქვენი ყურადღება თანამედროვე კატაკლიზმების ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მახასიათებელზე, მათ სინქრონიზაციაზე, როდესაც სტიქიური უბედურებები აღარ ხდება სპორადულად, არამედ ტალღის სახით, კლიმატური მოვლენების კასკადის სახით, რომლებიც ერთმანეთის გამომწვევია. ეს ურთიერთდაკავშირება ზრდის პროგრესირებას და აჩქარებს ჩვენი პლანეტის განადგურებას. ალატრას მეცნიერებმა სტიქიური უბედურებების სინქრონიზაციის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2020 წელს დააფიქსირეს და გლობალური საზოგადოება გააფრთხილეს, მაშინ ცხადი გახდა. კლიმატი ახალ დონეზე გადავიდა, მოვლენები ერთდროულად დაიწყო სხვადასხვა რეგიონში, აძლიერებდნენ ერთმანეთს და ამრავლებდნენ ზიანს. მაშინაც კი ცხადი იყო, დრო ცოტაა და სასწრაფო მოქმედება იყო საჭირო. მაგრამ კაცობრიობამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა და ენერგოსალატრას მეცნიერების მიერ შემოთავაზებული მეცნიერულად დადასტურებული ტექნოლოგიები კლიმატის სტაბილიზაციისთვის.
შედეგებს დღეს ვხედავთ. სინქრონიზაციამ ისეთი იმპულსი მოიპოვა, რომ ზოგიერთი ქვეყნის მაცხოვრებლებს ერთი კატასტროფისგან აღდგენის დროც კი არ აქვთ, უკვე მეორედ ყდებათ თავს ხალხი სიტყვით უწყვეტ კლიმატურ კოშმარში ცხოვრობს. ევროპა ამის ნათელი მაგალითია. 2026 წლის დასაწყისიდან თვემნახევარიც არ გასულა და ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გადაიტანა ზედიზედ 7 შტორმი. სტატისტიკა სიტყვებზე მეტად მეტყველებს. შეხედეთ ევროპაში ქარიშხლის გრაფიკს კომენტარი ნამდვილად ზედმეტია. ეს ყველაფერი დროის ფასის შეხსენებაა. ეს შეხსენებაა, რომ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ არსებობს სამეცნიერო ბაზა, ლაბორატორიები, მონიტორინგის ცენტრები და სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ დესტრუქციული პროცესები არ შეჩერდება ადამიანის შეგნებული ჩარევის გარეშე. სწორედ ამიტომ, ასობით ათასი ადამიანი უკვე ესაუბრება ამის შესახებ მეგობრებს, ნაცნობებს და გარშემომყოფებს, რადგან მათ ესმით, რომ მხოლოდ პლანეტაზე ყველა ადამიანის მიერ კრიზისის მასშტაბის გაცნობიერება დააჩქარებს გამოსავლის ძიებას. ისინი მოქმედებენ, რადგან თავად სურთ ცხოვრება დასრულთ, რომ მათმა შვილებმა იცოცხლონ.